გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ მაო და დღეს ჩვენ ამოვედით კოჯორში, კერძოდ უძის ტყეში და დღეს ჩვენ გავაკეთებთ ბურგერებს და ამისთვის დაგვჭირდება რა თქმა უნდა პურისთვის ცომი უბრალოდ რომელიც სახში გავაკეთე და აქ აღარ გვიწვალია ამისთვის. ეხლა სანამ ეს ჩვენი ცეცხლი, რომელიც თვალებში მიბერავს, ჩაიწვება. მანამდე მოდი გავამზადოთ ბურგერისთვის განკუთვნილი პურები. და შემდეგ უკვე შევკმაზავთ და ავურევთ. პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის გუნდის დაგორგოლავება, ასე ვთქვათ. ჯერ ამისთვის აუცილებელი არის, რომ ეს ჩვენი პატარა გუნდები დავჭრათ, კი არა და ეს ჩვენი ერთი დიდი გუნდა დავყოთ პატარა გუნდებად და შემდეგ უკვე დავიწყოთ ამის დამრგვალებაც. დავასრულეთ ამ ჩვენი ბურგერების დაგორგოლავება, ასე ვთქვათ. და ახლა თუ შეიძლება ჩემმა დამხმარემ რომ შევამაწოდოს ფლუგენგეგენჰოლენი. მადლობა. დავდებთ ახლა ამ პატარა თუჯის დაფას რამენაირად ცეცხლზე, რომ გახურდეს და მადლობთ. ამავდროულად თუ შეიძლება რომ შევამაწოდოთ ფურცლები, რომელზეც დავასვენებთ, იქდევს იქ. დიახ. და ჩემი დამხმარე შევამაწვის ახლა ქაღალდს, რომელსაც დავაფრენთ ამ ჩვენ თუჯის დაფაზე. იმას როგორც დაფათი არ ვაღიარებ და დავალაგებ ბატონ პურებს. დავალაგეთ ეს ჩვენი ცომი, ეხა გავტეხეთ კვერცხი და ცოტა ნატეხებიც არის, მაგრამ ამას ხელით ამოვიღებთ და ჩემი მეგობრები შეჭამენ სავარაუდოდ. ავთქვიფავთ. გარდა ბურგერებისა ჩვენ როგორც ჩანს გამოგვია ომლეტიც, ეხა ავთქვიფეთ რაღაცნაირად ეს ჩვენი კვერცხი ჭურჭელში და გადავუსმევთ ზევიდან ამ ჩვენ ბურგერებს, რომ მერე სეზამიც მოვაყაროთ გემრიელად. მოვაყაროთ ახლა ცოტა სეზამით, ცოტა არა, ბევრი სეზამი მოვაყაროთ, მოდი, იმიტომ რომ ყველას გვიყვარს. არ დავუშმოდოთ. მანამ სანამ ეს ჩვენი პური გაკეთდება, მანამდე მოდი გავაკეთოთ соуსი ბურგერისთვის, თუმცა აღნიშნავ იმას, რომ კოჯორში მოთხოვა მეგობრებო და ცოტა ცივა, ამიტომ ბებია ჩემის გაკეთებული არაყია თუ ჭაჭა არ ვიცი, მაგრამ გადავკრათ რომ ცოტა გავხურდეთ. ესეპტერი დაგეცალოთ. ჩვენ თეფშზე გვაქვს ახლა კეჩუპი. კეჩუპს აუცილებელია რომ შეუზილოთ. შეურიოთ უბრალოდ მაიონეზი ცოტა. მაიონეზთან ერთად მდოგვი თავისთავად. დიჟონი. და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად კიტრის მწნილიც, რომელიც გააკეთა ბებია ჩემმა, მაგრამ მანამ სანამ შეურევ და დავჭრი კიტრის მწნილს. მოდი ცოტა ამოურიოთ. ვიწყებთ კიტრის დაჭრას. ეს თინა ბებოს გაკეთებული კიტრი არის. მოიცადეთ. რითამ ჩვენ გაკეთებულ соуსში კიტს. და ვუმატებთ კიტრის მწნილს. კი არა და წვენს. ამავდროულად
არ დაგავაწყდეთ, დაგავიწყდეთ უბრალოდ პილპილის მოყრაც. და მოდი ამოურიოთ. სამწუხაროდ პური არ გამოგვივიდა, თუმცა მაგდენი წინასწარ გავთვალეთ, რომ შეიძლება და პური არ ამოსულიყო ისე როგორც გვინდოდა და არ გაკეთებულიყო და არ გამომცხვარიყო, ამიტომ ექსტრა პურები წამოვიღეთ, რომელიც მაღაზიაში ვიყიდათ. და ეხლა დავიწყებთ ხორცის შეზავებას. პილპილს უკეთებთ, რაც მთავარია. და ვაყრით, რა თქმა უნდა, ბატონ მარილს. ამ მასას ამოვზავთ მაქსიმალურად კარგად, რომ პილპილი და მარილი ერთმანეთს შეეზავოს და შეეზავოს ხორცსაც. ხორცი ვიყიდეთ 70-30-ზე. მარტო საქონლის ხორცი რა გვეყიდა, ეს გრილზე ძალიან მშრალი გამოვიდოდა, ამიტომ ღორის ხორცის დაუმატეთ დაახლოებით 30%, რომ უფრო მეტი ცხიმიანობა ჰქონოდა ჩვენს ბურგერს. ეს ხორცი მოვზილეთ, შევაზავეთ უბრალოდ, ეხლა კარაქს ვდებთ. ოპა, აი ეს მინდოდა ჩვენს დაფაზე. და მაქსიმალურად ვანაწილებთ ცხიმს სხვადასხვა ნაწილებში, რომ კარგად შეიტყვას ეს ჩვენი ბურგერი. ამასობაში კოჯორში ძალიანაც ცივდა. თითქმის მზად არის ეს ჩვენი ბურგერები. ეხლა ის გადაგვრჩენია, რომ ყველი დავადოთ ზევიდან, რომ ცოტა ჩადნეს. ორი სახის ყველი გვაქვს წამოღებული და ორივეს გავუკეთებთ ეხლა. ვის რომელიც გინდათ, მე აირჩიეთ და შეჭამეთ. მე პრობლემა არ მაქვს. და ბარემ ცოტა აქეთ ადგილი თავისუფალი გვაქვს და სანამ ისინი გაკეთდება და ამოვიღებთ, ამათაც შევულაგებთ, რომ ბარემ შეიწვას. ოპა. ასე. ეს ჩვენი ხორცი ნაწილი გამზადდა, ნაწილს ველოდებით. გადმოვიღებთ ახლა ამას სრულად და მერე დავიწყებთ უშუალოდ ბეკონების შეწვას. გავხუხოთ პურით, რომ მალე მოვჩეთ და წავიდეთ სახში, იმიტომ რომ ძალიან ცივა. დავჭრათ ახლა ჩვენი ხახვით, სანამ გაიხუხება პური. ცოტა სქლად, რა თქმა უნდა. რაც მე ძალიან კარგად გამომდის, იმიტომ რომ წვრილად ვერასდროს ვერ ვჭრი ხახვს. так. ბარემ დავჭრათ პომიდორიც. და ეხა ძალიან რისკიანი გოგო ვარ მე, იმიტომ რომ არის იმისი ალბათობა, რომ ეს ჩვენი ნაწყალები გადაგვიყირავდეს. მაგრამ მაინც შევჭამთ, იმიტომ რომ ძალიან გვშია.
თითქმის გაკეთდა, კი არა და გაკეთდა უბრალოდ ეხა აწყობა მოგვიწევს ამ ჩვენი ბურგერის. პირველი გადმოვდეთ ძირი, რა თქმა უნდა. და ჩვენი ბატონი соуსი, რომელიც ცოტა შეგვეყინა, მაგრამ არა უშავს. ამოურიოთ. так. ესე წავუსვათ, კარგად გადავანაწილოთ კიდეებშიც. შემდეგ დავადოთ ხორცი. ოპა. დავადოთ ბატონი აიზბერგიც. ხახვი რაც მთავარია, დიდი ნაჭერი, იმიტომ რომ ვაიმე ხელებს ვერ ვგრძნობ. მე ძალიან მიყვარს ხახვი. დავადოთ პომიდორიც, ბეკონი რაც მთავარია. ფუ, როგორ ცივა. ამას აქეთ დავდებ ცოტა ხანი. ოპა, არ დაიშალო. ვუსვავთ ამასაც. ვახ. ცოტა გამწირა ცეცხლმა და მოდი გავსინჯოთ. რა გამოვიდა? გლები არ არიან ისინი, ხო, იმედია. ხალხი მგვერის? შავი ჩოხა, შავლეგო. შემოგევლეთ, გაგიმარჯოს მეგობრებო. ოპა. აი გამოვიდა. მოკლედ მეგობრებო, ამ ჩვენმა ბურგერმა გაამართლა და ძალიან გემრიელი გამოვიდა. შემოგევლე. და რაც მთავარია, მოკლედ არ დაგავიწყეთ ჩვენი გამოწერა. გვირჩიეთ სამომავლოდ ვიდეოებში რა გავაკეთოთ და მოხარული ვიქნები კომენტარებში შენიშვნებს ან შექებებსაც თუ დაგვიწერთ. აბა წარმატებები.